ალბათ ყველა თქვენთაგან მანახა ეს კადრები და ძალიან ბევრმა გამომწერმა, მათ შორის აი ამ ბიჭმა უმალ მომწერა პირადად Instagram-ზე, რომ უცხო გააჟღერე, რადგან საგანგაშო მდგომარეობას აღწევს ეს პრობლემა. მე ამ ბიჭის შეხსენება ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ მადლობას ვუხდი, რომ შემახსენა და არაერთმა გამომწერმა გამოხატა წინა ვიდეოში, რომ საიმიგრაციო პოლიტიკაზე გადამეღო ვიდეო, თან ძალიან არგუმენტირებულად გავაკრიტიკებ ახლა პაკისტანელ და ინდოელ ბომჟებს, რომლებიც უკვე ყარან თბილისის ქუჩებში და რომლებიც უკვე თავიანთი სიმრავლით უკვე ქმნიან წარმოუდგენელ საცობებს ქუჩებში, რომლის დამადასტურებელი ვიდეო დოკუმენტი აგერ ხედავთ, კადრზეა გამოშვერილი. მეგობრებო, ამ ვიდეოში მთავრობასაც უნდა მივმართო, რადგან ამ ყურადღება მიაქციოს აი ამ პრობლემას, რომელიც დღის წესრიგში უკვე დგება და უკვე სერიოზულად ვამბობ ამას, არ მინდა რომ თბილისი დაემსგავსოს არც ლონდონს, არც პარიზს, არც ვენას, სადაც ილეგალ ელიენებით, ანუ არალეგალი მიგრანტებით არის იქაურობა გატენილი და ფაქტიურად უკვე ვერც საფრანგეთში ფრანკს, ვერც გერმანიაში გერმანელს და ვერც ინგლისელს ვეღარ იპოვი. მოდი ახლა ეს კადრები ვნახოთ მეგობრებო და სანამ ამ კადრებზე გადავალ, მანამდე მინდა რომ ძალიან მარტივი ინტროდუქცია გავაკეთო ჩემი ახალი აუთფიტის, ანუ ჩაცმულობის, ეს არის შერიფის ტანისამოსი. მეგობრებო, მე დღეიდან ოფიციალურად თქვენს პრობლემებზე პირადად მე შერიფი უცხო მოგემსახურებათ ნებისმიერი სახის პრობლემა. ნებისმიერი სახის ბულინგი თქვენს მიმართ, ნებისმიერი სახის შეტევა, ну ამას უფრო ორგანიზაციულ სახეს მივცემ ძალიან მალე და არასამთავრობო ორგანიზაციით მოვევლინები ჩვენს მტრებს, მაგრამ თუ რაიმე სახის ესე ვთქვათ დისკრიმინაციას გრძნობ, თუ რაიმე სახის შევიწროებას გრძნობ, თუ რაიმე სახის პრობლემა გინდათ, რომელიც გამოვიტანო და მივაწვინო მთელ ქვეყანას და ასევე მათ შორის მთავრობას, იმიტომ რომ მთავრობიდანაც არაერთი ადამიანი მიყურებს, შეგიძლიათ მომმართოთ მე, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს და მიეგებეთ ჩემი სამუშაოს პირველ დღეს. ია შერიფი. ეხლა რაშია მეგობრებო, ერთ-ერთი ესეთი ვიდეო ვრცელდება, სადაც არაბები და პაკისტანელები თბილისში უკვე ქუჩაზე მოძრაობის რეგულატორის დააყენეს და მითითებებს იძლევიან. საით შეიძლება წასულა და საით არა. ნუ მოქალაქემ გაავრცელა შემდგომი შინაარსის ვიდეო, სადაც ახლა თქვენ ხედავთ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას, რომელიც გატენილია პაკისტანელებით სავარაუდოდ და მოძრაობის ნიშანი, ანუ ეგრეთ წოდებული რეგულატორის და სტაიანჩიკის ფორმაცია ერთ-ერთ და უდგენს ქართველს ეს რომ იქით წასვლა არ შეიძლება. ჩემს ქვეყანაში საქართველოში, რომელსაც დემოგრაფიული პრობლემები აქვს ძალიან სერიოზული, რადგანაც სიკვდილიანობა სამწუხაროდ უფრო მაღალია ვიდრე შობადობა, ამ დროს ვიღაცა ილეგალ ელიენი საქართველოში ჩამობრძანებული, ну მნიშვნელობა აქვს ლეგალურად თუ არალეგალურად, რადგან ორივეზე ვაპირებ საუბარს, მოძრაობის წესს უდგენს ეთნიკურად ქართველს. და ეხლა მე მინდა ეს კადრები ნახო, დააკვირდით ეხლა რამდენი არ ვიცი შეიძლება რაღაც დღესასწაულია, მაგრამ ანუ მნიშვნელობა ამას არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა ამას გააკვირდით. ან დედა მომიკვდეს აი ამ კადრებს რო უყურებდი, თბილისი კი არა, ლონდონი, პარიზი ან ლივერპული მეგონა, რადგანაც აფრიკას ვეღარ ვადარებ უკვე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ისეთი საიმიგრაციო პრობლემები აქვს ევროპას, რომ პირდაპირ ლონდონს, პარიზს და რავი ეგეთ ქალაქებს ვადარებ სამწუხაროდ. ხო, ნუ აღმაშფოთებელია რა თქმა უნდა, არა მარტო ეს, მე მინდა ეხლა თქვენ შედარება მოგიყვანოთ მეგობრებო, სანამ ეხლა მე უშუალოდ მიმართვებზე გადავალ და მათ შორის მინდა რომ აი მთავრობამ კარგად მოისმინოს ეს პრობლემა და ასევე მაქვს შემათავაზებელი გეგმა, ანუ სამფაზიანი, რომელიც თანამედროვე მოდი ბრჭყალებში დემოკრატიული და საერთაშორისო სამართლებით აღიარებული ჩარჩოებისა და ნორმებით, როგორ შეიძლება ჩვენ ისეთი სახის რეგულაციები დავუყენოთ ამათ, რომ აღარ ვაჭეჭანოთ საქართველოში. მაგრამ მოდი ახლა ეს კადრები ძალიან კარგად ნახეთ, მაგრამ ახლა უყურეთ ერთი კვირის წინ რა ვრცელდება საფრანგეთში. ფერატკანიანი ბომჟი, რომელიც ასულია ნაპოლეონ ბონაპარტის ძეგლზე სიმბოლურად დააკვირდით მის ქმედებებს. აი ეს არის მეგობრებო ევროპის დღევანდელი მინიმალიზმი. ნაპოლეონ ბონაპარტე, რომელიც იყო ყველაზე დიდი იმპერატორი საფრანგეთის ისტორიაში, რომელსაც ყველაზე დიდი დამპყრობლური ომები აწარმოა და ფაქტიურად ისტორიაში უდიდესი კვალიდატოა ფრანგი ერისთვის, დააკვირდით სახეზე, დააკვირდით იმას და სიმბოლურად დააკვირდით აი ამ
აი ეს არის მეგობრებო ნამდვილი დღევანდელი ევროპის სახე. ეხა უყურე მერაზე ვაპირებ ეხა ყურადღების გამახვილებას. ჩემო ძვირფასო მეგობრებო. საქართველო არის ერის სახელმწიფო. ასევე მინდა პარალელურად ჩვენს მთავრობასაც მივმართო ამ ვიდეოთი და ვისარგებლო ამ მომენტით. ერის სახელმწიფო ნიშნავს ფუნდამენტურად იმას, რომ ქართველი არის ეროვნებით და არა მოქალაქეობით. ეს სხვათა შორის ძალიან ცნობილი, ასევე დავისესხები საფრანგეთს, ფრანგული მოვლენა ნაციონალიზმი და სამწუხაროდ პარიზი და საფრანგეთი დღევანდელი საკუთარი ეთნიკური ნომენკლატურით საკუთარ ფუნდამენტურ იდენტობას აღარ წააგავს. პირიქით, თლიანად ასიმილირდა, პირიქით 2050 წელს საფრანგეთში უკვე თეთრკანიანები იქნებიან აბსოლუტურ უმცირესობაში. მაგრამ როგორც კი ამ პრობლემას გააჟღერებთ თანამედროვე ევროპაში ფაშისტად ითვლები, რაც არის სრული იმბეცილიზმი და სრული დემაგოგია რეალურად. და რაზე მინდა მიმართვა გავაკეთო ახლა. არ მინდა რომ საქართველო დაემსგავსოს პარაზიტებივით მრავლებად ინდოელებს, აფრიკელებს და პაკისტანელებს, რომლებიც არაკნებივით მრავლდებიან. ანუ ჩვეულებრივად, მათ შეუულიათ ყავდეთ 10-15 შვილი. მათ სოციალ ფეხზე კიდიათ მათი შვილის მომავალი, სად გაიზრდება, როგორ, ეხლა რამ დონეზე უნდა ქონდეს საქმე, რომ შენ სამედიცინო განათლებას საქართველოში აწლებ, ხო? აქედან გამომდინარე, მე მესმის, რომ თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ერთადერთი უპირატესობა, რაც ამ წუთას ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით და ესეც მოდი კარგიც ვთქვათ ამ თავრობაზე, რომ არა გვაქვს სოციალური დახმარებები, როგორც საფრანგეთს უცხოელებზე, ესეც ძალიან კარგი ნიუანსია, ესეც უნდა გამოვყოთ, რადგანაც საფრანგეთში მაგალითად, როდესაც აზულიანტი ჩადის და იმიზეზებს და საბუთში წერს ესეთ რაღაცას, რომ ჩემს ქვეყანაში მდევნიან, მე კიბოიანი ვარ, მე შიცი მჭირს და მთავრობა 800,000 ევროს ყოველთვე უხდის. მეგობრებო, ფრანგული პოლიტიკა საიმიგრაციო საკითხებთან არის ნამდვილი მაგალითი რა დონის ავადმყოფი უნდა იყოს და რა დონეზე უნდა გძულდეს შენი ქვეყანა. მე რადგანაც ეროვნებით ქართველს 100%-ით გავკასიელს ამას ჩემი კანისფერის ადასტურებს და ჩემი გენეტიკა და ჩემი გენეოლოგია და როგორც ამ ქვეყნის შვილი, რომელსაც ყავს ძალიან ბევრი გამომწერი YouTube-ზე და რომელიც აჟღერებს ამ წუთას აი მაგ გამომწერების პოზიციას და მადლიერი ვარ ამაზე, რომ ქვეყანა დადუმებული არ არის და ხმას ხალხი იღებს, რომ თავრობას მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მეტად შეზღუდოს მათი თარეში საქართველოში. მაგრამ ეს ყველაფერი მე მინდა დოკუმენტური, ესე ვთქვათ, იმაზე ვთქვა, რა ქვია, დოკუმენტური შინაარსის მიმართვით გავაკეთო, იმიტომ რომ აქ არის ძალიან საინტერესო მომენტები. მე მაქვს დაყოფილი, ესე ვთქვათ, სამი მთავარი ფაზა, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად საიმიგრაციო პოლიტიკა, როგორ მოვახდინოთ ამ საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით ამ ბომჟების ქვეყნიდან, ესე ვთქვათ, ალაგმა საერთოდ და მე ხა თქვენ წარმოგიდგენთ ამ გეგმას და დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. საქართველოს მიგრაციის მართვის სტრატეგია. პირველი ფაზა, საგანგებო რეაგირება. 0-დან 6 თვე. მიგრაციის მონიტორინგის ციფრული სისტემის ჩამოყალიბება. ყველა უცხოელი ვიზიტორი რეგისტრირდება ცენტრალურ ციფრულ ბაზაში. ტურისტული ვიზიტ შემოსვლისას და ვიზის დასრულების მონიტორინგი რეალურ დროში უნდა გატარდეს. ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან ვიზების გადახედვა აუცილებლად დღის წესრიგში უნდა დაიწყოს. ვიზები გაიცეს მხოლოდ საქმიანი სასწავლო მიზნებისთვის მკაცრი დოკუმენტაციითა და შეზღუდვით. ვიზის მოთხოვნა გადადის წინასწარ ონლაინ განხილვაზე. ტურისტული ვიზები მაქსიმუმ 15-20 დღით უნდა შემოიფარგლოს. შემდგომი მესამე უსაფრთხოების რისკის მატარებელ მიგრანტთა სეგმენტების დადგენა, რომელიც პირდაპირ საქმიანობა ამ შემთხვევაში არის შესესე, სუსი და საგარეო უწყება, ქმნიან შავ სიას, ვინც არასანქცირებულად იმყოფება ან დაეკარგა სტატუსი. იწყება ნებაყოფლობითი დეპორტაციის პროგრამა მცირე ანაზღაურებით თავიდან. ეხლა მეორე ფაზა. მინდა რომ ბოლომდე მისმინოთ, იმიტომ რომ ეს არის რეალური გეგმა, რომელსაც მე წარმოუდგენდა აი როგორც ერთგვარი დონაციის სახით მთავრობას ამ შემთხვევაში უკეთებ, რომ აი ამ დოკუმენტები თუ ისინი იხელმძღვანელობენ ყოველგვარ საერთაშორისო ნორმას დაიცავენ, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, ერთ-ერთი მსოფლიოს გიგანტი ვერ წაგაჭერს იმაზე, რომ რატო ყარი შენი ქვეყნიდან მაგალითად ილეგალ ელიენებს. მეორე ფაზა ეს არის სტაბილიზაცია და რეგულაცია 6-დან 18 თვე. მიგრაციის ზონირების პოლიტიკა, ეს უნიშნულოვანესია მეგობრებო. მიგრანტებს ეკრძალებათ კონცენტრაცია გარკვეულ უბნებში, მაგალითად დიდუბეწერეთელი, ისანი, ზედმეტი კონცენტრაციის გამო, როგორც დღეს ჩვენ აი ამ რამოდენიმე წინ აი ხარ რომელი ვიდეოს თქვენ განახეთ, სადაც მოქალაქემ გადაიღო ეს ვიდეო, სადაც აბსოლუტური კონცენტრაცია ხდებოდა ერთ ქუჩაზე, რაც უკვე იმიტაციას ქმნის უკვე დასახლებული პუნქტის.
იწყება განაწილებული დასახლების პოლიტიკა. დროებითი ნებართვები გაიცემა მხოლოდ რეგიონებში, სადაც დემოგრაფიული წნეხი ნაკლებია. მეორე, ქართული ენისა და კულტურის ტესტი. ვინც საქართველოში მუშაობს, ხაზგასმით ინდოელი ვოლტერები და გლოვერები, ვინც აყავს 6 თვეზე მეტი, სავალდებულო იქნება ქართული ენისა და კულტურის კურსები. მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლება დროებითი და მუდმივად გაიცემა მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის არსებობით. აქ მთელი რიგი ისენი იქნება, მაგალითად ის, რომ ქართული ენა იცის, ქართულ კულტურაში ერკვევა, ბომჟი face control-ით რო შეხედავ არ არის, რომას გარკვეული მაგალითად შემეცნებით მიზნები აქვს საქართველოში, რომ ის არ არის მაგალითად ბანდიტი, ყაჩაღი ან მოძალადე. მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლება დროები და მუდმივი გაიცემა მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის არსებობით. სეზონური სამუშაოების სქემა. მესამე, ინდური და აზიური ქვეყნებისთვის შემუშავდება დროებითი სამუშაო ვიზის კვოტა. კონტრაქტით სეზონურად სოფლის მეურნეობის ან მშენებლობის სექტორში. კონტროლი მასპინძელი კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას მიგრანტზე, მაგალითად ვოლტი აიღებს საკუთარ პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვედა იერარქიაში დასაქმებული homo sapiens-ი მაგალითად არ იქნება მოძალადე ან გამოუპატიურებელი. მესამე ფაზა ინტეგრირებული და მდგრადი მიგრაციის მართვა 18-დან 36 თვემდე. ეთნიკური უსაფრთხოების მაჩვენებლები. ყოველწლიურად ქვეყნდება დემოგრაფიული ანგარიში, რომელშიც ასახულია მიგრანტების რაოდენობა, მათი საცხოვრებელი ზონები, ეთნიკური ბალანსი, მოქალაქეობის შეზღუდული პოლიტიკა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეგობრებო, რადგანაც ისრაელმა ეს პროგრამა კარგად დაამუშავა ამ საუკუნის დასაწყისში და მაგალითად ბალფურის დეკლარაციის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ მხოლოდ ისრაელის დაარსების დღიდან სოფლიოში ყველა ებრაელები, ვინების არიან, მხოლოდ ის იღებს მოქალაქეობას, ვინც არის ეთნიკურად ებრაელი. ანუ მე თუ მკითხავთ საერთოდ არა ქართველზე მოქალაქეობა არ უნდა გაიცემოდეს, მხოლოდ განსაკუთრებული იმუნიტეტის შემთხვევაში, იმიტომ რომ ის უბრალოდ ქართველი არ არის. მოქალაქეობის მინიჭება შეზღუდულია არაეთნიკური ქართველებისთვის, მხოლოდ სტრატეგიული და განსაკუთრებული წვლილი შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში მხოლოდ 10 წლიანი ლეგალური ცხოვრების ენისა და კულტურის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ ხდება 10 წლიანი ლეგალური ცხოვრება, ნიშნავს მეგობრებო სრულ ასიმილაციას. ეს ყველაზე დიდი რაოდენობა, რაშიც ძალიან ცოტა ადამიანი დარჩება საქართველოში, ამიტომაც სამართლებრივადაც ესე სწორია. და ბოლო, ინტეგრაციის პროგრამები მოსწავლეებისთვის და მუშებისთვის. სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ინტეგრაციის ცენტრები ქუთაისში, გორში და თბილისში ქართველ და მიგრანტ ბავშვებს ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩაუტარდებათ, რაც ქართული კულტურის ინტეგრაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მექანიზმი არის ელექტრონული ვიზა და ბიომეტრიული კონტროლი, რადგანაც lifetime-ში ანუ რეალურ დროში აკონტროლო მისი გადაადგილების მარშრუტი, შავი სიები და დეპორტაციები ასევე ვადაგასული ვიზით და არალეგალური ყოფნის დაუშვებლობის შემთხვევაში რა ხმა უნდა მოხდება დაუყოვნებლივ დეპორტაცია და სატელეფონო ცხელხაზზე მოქალაქეთა ჩართულობა, სადაც თქვენი ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი, მეგობრებო. ეხლა ეს ყველაფერი რატო გავაკეთე ესეთი ესე ვთქვათ სტრატეგიული იმით, მე ამის PDF-საც ავტვირთავ მე აუცილებლად და პირდაპირ შემილი, ანუ მართლა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ეს პროგრამა მაქვს იმდენად კარგად გაწერილი და შემილია პირდაპირ აი მთავრობას დავუდო წინ და ამით თუ ისინი ხელმძღვანელებენ რის გულწრფელობაშიც მეჭვი არ მეპარება. მეგობრებო, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ ისე გააკეთო ამ პრობლემის, ესე ვთქვათ, პრევენცია და ისე გაატარო რეფორმები ანტისაიმიგრაციო, რომ ვერცერთი საერთაშორისო სასამართლო და ვერცერთი საერთაშორისო უწყება საქართველოს თითს ვერ დაუქნოს, ვერც ევროპიდან, ვერც ამერიკიდან, ვერც რუსეთიდან, რომ აი თქვენ ფაშისტებო, თქვენ ესეთები ხართ, თქვენ ისეთები ხართ. მე მგონი მშვენიერი იყო ძალიან ამაზე საუბარი. მაგრამ ეხლა მე მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხო, რომელიც არაერთხელ მიხსენებია ზოგადად, არაერთხელ მიხსენებია ისრაელის საკითხი. ისრაელს ძალიან კარგად აქვს მოწესრიგებული საიმიგრაციო პოლიტიკა ქვეყანაში, რადგანაც როგორც გითხარით, მეგობრებო, ისრაელის დაარსების სახელმწიფო, ანუ როდესაც სახელმწიფო დაარსდა, იმ დღიდან დღემდე ისრაელს აქვს მკაცრად გაწერილი წესები, ვინ უნდა მიიღოს მაგალითად ისრაელის მოქალაქეობა, ვინ არა. ანუ შენში თუ ებრაული სისხლი არ არის, ისინი არ მოგანიჭებენ, ან ისე გაგიწელავენ, რომ მთელი ცხოვრება მაგალითად ყურყუტი მოგიწევს, იმიტომ რომ არაერთი ადამიანია მაგალითად ქართველი, რომელიც 10 წელი მუშაობს, მაგრამ დღემდე არ აქვს მოქალაქეობა მიღებული. და მე თუ ვფიქრობ, ეს ძალიან სწორია. რადგან შენ არ უნდა გახდე იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის ეთნიკური სისხლი შენში ფიზიკურად არჩქებს. აი მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს პრეტენზია, რომ არის ერის სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები არის საზოგადოება, შემდგარი სხვადასხვა ინდივიდებისგან, სხვადასხვა წარმოავლობით, ეხლა როგორც ლუიზიანა იყო ფრანგები დასახლებული, იორკთაუნი იყო ბრიტანელები დასახლებული, მექსიკა იყო, ტექსასი იყო მექსიკელები დასახლებული, ანუ მანდ არის ჩვეულებრივი ინტერნაციონალი, რომელიც დროთა განმავლობაში გაიფილდა და წარმოიშვა როგორც ამერიკის მოქალაქე, მაგრამ ეროვნებით ამერიკა არ არსებობს. ამიტომ ახლა ჩვენ რომ ისეთ ერებზე როდესაც გვაქვს საუბარი, როგორც არის საქართველოს, სომხეთი,
მაგალითად როგორიც არის ისრაელი მაგალითად ხო ანუ სადაც კაცრად არის ეთნიკურობას აქვს ხაზი გასმოლი რადგან მის უკან დგას მისი კულტურა მისი ფასეულობები მისი იდენტობა ანუ რას შენ ადამიანს ორგანულ საზოგადოებად აქცევს რეალურად აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ამ პრობლემას არ მივხედეთ მეგობრებო და აი ეს რეალურად დაგვიდგა როგორც ახლა უკვე საფრანგეთში როგორ ბომჟივით არის ახლა ამძვრალი ახლა ეს ფერადკანიანი ელიენი ხო ანუ ამ შემთხვევაში მივიღეთ მეგობრებო საშინელ შედეგებს საშინელი შედეგები ის არის რომ აი ესეთი კალიებივით გამრავლებული სოციუმი ჩვენს ქვეყანაში გამოიწვევს დემოგრაფიულ კრიზისს ისედაც სამწუხაროდ ესე ვთქვათ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არსებულ ქვეყანას აქედან გამომდინარე მე თქვენ რო არ გეთქვათ მეგობრებო მე ამას ისედაც ვაპირებდი ეხლა თქვენ თუ გონიათ მე რამე შემაშინებს ვინმესთან მიმართვა მაგის მეშინე ანუ არაფრის ერთადერთი რისი შიშიც ამ ცხოვრებაში მართლა მაქვს ეს არის ღმერთი და მე არაერთხელ მithქვავს სტორებზე ვდებ ხოლმე ინსტაგრამზე როდესაც ღამე ხოლმე წელიწადში სიბრძნები მომოწובה ხოლმე არაერთხელ მithქვია რომ მნიშვნელოვანი არის ის რომ აი სიკვდილის მერე ადამიანი როდესაც აი ძველ ეგვიპტელებს ქონდა ძალიან საინტერესო ცნობად ანალოგია რა არის სინდისი ზოგადად აი ერთ ხარზე დადებდნენ სიკვდილის მერე ბუმბულს და მეორე ხარზე სინდისს. თუ ბუმბული გადაწონიდა, ამ შემთხვევაში ადამიანი იყო კეთილსინდისიერი. თუ სინდისი გადაწონიდა, ანუ აი ეს პრინციპით თუ შენ მორალურ კომპასს გამოიყენებ, რომ შენ ღმერთის წინაშე ხარ ვალდებული. თორე ეხა, ანუ ადამიანი რომელიც სიმართლისთვის იბრძვი, ეხა მე დღეს მომკლავენ, ხვალ მომკლავენ, 3 წელს მერე მომკლავენ თუ 10, ანუ ჩემთვის მნიშვნელობა მაგას არ აქვს, იმიტომ რომ როდესაც ზოგადად საქმეში ჩაუდექი, ანუ ჩაუდექი იმასე რომ გამომეხატა ჩემი მოქალაქეთა პრობლემები, გამომეხატა ის სიგიჟები რაც სოფლიოში ხდება, ჩემი აზრები წარმედგინა საზოგადოებისთვის და ზოგადად ამ თემის გარშემო მე მემშელა, იმიტომ რომ ამ საიმიგრაციო პოლიტიკაზე პირველი ვიდეო ეს არა, ძალიან ბევრი მაქვს გადაღებული და არა მარტო ეს, ძალიან ბევრი პრობლემა გლობალიზაცია, პოსტმოდერნიზმი, LGBTQ და სხვა მრავალი სიგიჟობები რაც არსებობს, ანუ ამის წინათ ბრძოლა რო დავიწყე, მაშინ მე მქონა უკვე მე გადადებული თავი, მაშინ მე გადავდე უკვე. ამიტომ, რა ვიცი, ხა შიში მაქვს იმის ერთადერთი რომ მინდა რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოვასწრო და გამოვადგე ხალხს. ეს არის ჩემი მიზანი. სხვადასხვა ახლა მომავალში ღმერთის წყალობით იმედია ჩემი პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ისახავს ანტილიბერალური კლუბის ჩამოყალიბებას, რომელიც დაუპირისპირდება ქვეყნის მტრებს, მე ყველა ფლანგიდან დავეხმარები საქართველოს სახელმწიფოს და ვემსახურები მის ინტერესებს. ამიტომ ეხა ისეთ დიდ ადამიანებს მოხვედრიათ ტყვია ცხოვრებაში, ეხა 20 წლის მერე მოხდება 30, ჩემ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანი ეს არის, რომ ვემსახურო ღმერთს და ვემსახურო ქართველ ხალხს. ეროვნებით ქართველი 100%-ით კავკასიელი და ვამაყობ ჩემი იმით, არაფერი ჩემში ევროპული არ არის, ვამაყობ ჩემი კავკასიური სისხლით. და კავკასიურმა ანთროპოლოგიამ და კავკასიურმა გენეზისმა წარმოშვა სწორედ აი ამ თეთრი კანის პრინციპი მთელს ევროპასა და მთელ სოფლიოში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მთავარი არის white man's supremacy, როგორც ვწოდებენ, ხო, თეთრი რასის გადარჩენა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ინდივიდუალობა და ეთნიკური ნიშნები და ღირებულება ფასეულობები უნდა შევინარჩუნოთ, post-factum ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ თეთრი რასა გადავარჩინოთ, რადგანაც თანამედროვე სამყაროში მაქსიმალური შეტევა ვიზიც ხორციელდება ევროპულ კონტინენტზე ეს არის რომ თეთრი რასის ამოძირკვა უნდათ და ადვილად манипуლირებადი და ბომჟი ფერადკანიანი აფრიკელი ადამიანების ასიმილაცია რადგანაც ისინი უფრო მარტივად სამართავი ხალხი ამიტომ ჩვენ ქრისტიანულ საზოგადოება ამას არ უნდა შევეგუოთ და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მეგობრებო რაიმე სახის პრობლემა თუ თქვენ გექნებათ მე მაქვს ინსტაგრამით აღწერაში მითითებული ძალიან ბევრი გზით შეგიძლიათ დამეკავშირდეთ, რავი თუ ზოგადად რამე საქმიანი შემოთავაზება გექნებათ, ამის მაილზეც მაქვს აღწერაში მითითებული, თუ დონაცია მოგინება, დონაციის ლინკებიც მითითებულია და ჩემი მთავარი ამოცანა ის არის, რომ ემსახურე ჩემ ქვეყანას. დანარჩენი, აგერ მე მშვენიერი გეგმა წარმოვადგინე, რომელიც PDF-ის სახითაც ავტვირთავ, რომ მთავრობამ ამის შესახებ მაქსიმალურად მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ უზარმაზარი ხალხია საქართველოში, რომელსაც მეც ვერ გავაკავებ და ვერავინ ვერ გააკავებს, იმდენად დიდი წითელი ხაზია ქართველებისთვის უცხო ტომელების აქ ჩასახლება, იმიტომ რომ ჩემი წინაპრები არ კვდებოდნენ იმის გამო, რომ დღეს საბურთალოზე ამდენი ინდოელი იყოს, ამდენი არაბი იყოს, ან კიდე მარჯანიშვილის ამდენი თურქი. არც დავით აღმაშენებელი მომკვდა რა მაგის გამო, არც დემეტრე პირველი და არავინ საერთოდ, იმიტომ რომ მას შეაკლეს თელი ცხოვრება და მას ებრძოდნენ. ამიტომ თქვენ გვერდით ვარ მაქსიმალურად დაგეხმარებით ყველაფერში, ოღონდ რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ჯანსაღად კრიტიკულები, შევინარჩუნოთ რაციონალიზმი და არ დავემსგავსოთ ლიბერალ ბომჟებს, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება და ლავა გადმოსდით პირიდან. აი ეს არის ჩემი მოგრძალებული ესე ვთქვათ მოთხოვნა თქვენს მიმართ მეგობრებო, ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მაქსიმალურად შევაწუხოთ ყველა რომ ეს პრობლემა აღმოფხვრათ საქართველოსთან. დროებით